27 იანვარს საქართველო თავისი განმანათლებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინოს ხსენება ქართველიერისა და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მოიხსენიებს. კაბადოკიელი ქალწული საქართველოში 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ხელთ ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა. წმინდა ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს მოჰყვა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რამაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა ქართულ კულტურასა და სააზროვნო სივრცეში. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 1 ივნის წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს. დღესასწაულთან დაკავშირებით მოციქულთა სწორის სახელზე წირვა ჩატარდა ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარშიც. წმინდა ნინოს ხსენების დღე არის მოციქულთა სწორის თავისთავად ქართველი ადამიანებისთვის ყველასთვის დიდი საყვარელი წმინდანი არის. არ არსებობს ქართველი ადამიანი, თუ კი ის ქართველია, რო არ იცოდეს წმინდა ნინოს ღვაწლი, როგორ მოაქცია ქართველი ერი, ულოცავ ყველას. წმინდა ნინოს ხსენების დღეს პირველ რიგში ჩვენს პატრიარქს უწმინდეს ნეტარეს ილია მეორეს ულოცავ მთელი სულით და გულით, დიდი სიყვარულით ჩვენს მარგვეთას უბის ეპარქიის ეპისკოპოსს მეუფე მელქიზედეკს ულოცავ ნინოობას, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, ყველა ეკლესიების მონასტრების სამღვდელო და სამონაზვნო დას და მრევლს ყველას ულოცავ განსაკუთრებით, ვისაც ნინო ქვია და საქართველოში კიდევ უამრავ ადამიანს ქვია ნინო და ასე გამოხატავს ქართველი ადამიანის სიყვარულს წმინდანების მიმართ, ღვთის მიმართ. რომ ყველაზე ძვირფასი ვინც ხავს ადამიანს შვილი არის სახელს უწოდებს ან ნინოს ან გიორგის და შეგვეციოს წმინდა ნინოს ლოცვა და მადლი მოციქულთა სწორის და რასაც ვიტყოდი რომ აი ეს დღევანდელი დღე ასევე უკავშირდება რომ წმინდა ნინოს მარტო რწმენა ისეთი დიდი ქონდა რომ თელი ერი მოაქცია, ეხა ურდასამ ადამიანის მოქცევაც ხო რამხელა მადლი არის და თელი ერი მოაქცია და განამტკიცა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. დიდი მადლით და დიდი თამდაბლობით შეძლო ეს თამდაბლობით და აი ეს თამდაბლობა არის სწორედ ის ადამიანის ძალა, რომლითაც მიმღები ხდება სარწმუნოების ქრისტეს ძალა გადმოდის ადამიანზე მაშინ, როდესაც ის არის თამდაბალი. გამორჩევა ხდება თამდაბლობით, რაფერაც აი ღვთისმშობელი, როგორც უაღრესად თამდაბალი გამოირჩია უფალმა და ასე ღვთისმშობელმა გამოირჩია თამდაბალი ნინო და ესეთი ძალა მიიღო მან, აი სწორედ ამ თამდაბლობით და ყველა ჩვენთაგანს სწორედ ამ თამდაბლობით გვეცნოს ქრისტე და შეგვეციოს და გაგვაძლიეროს დღევანდელი დღის მადლმა. ბრწყინვალე დღესასწაულს ნინოების საქართველოს განმანათლებლის ბრწყინვალე დღეს ულოცავ მთელ საქართველოს. მშვიდობა ყოფილიყოს, ფარავდეს მთელ საქართველოს. ულოცავ მთელ საქართველოს ამ დიდ დღესასწაულს, წმინდა ნინოს შემოსვლის დღესასწაულს, ფარავდეს მისი მადლი და ძალა და ჩვენ სამშობლოს ღმერთმა დააწყაროს, დაამშვიდოს და მშვიდობიან ცხოვრება საქართველოში გვეცხოვროს. აუტიზმი არის ზოგადად თავის ტვინის ნეირობიოლოგიური დარღვევა. გამოხატულია ძირითადად კომუნიკაციის ნაკლებობაში და ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში, გავაუმჯობესოთ მათი ფუნქციური უნარები, აკადემიური უნარები, სოციალური უნარები და ხელი შეუწყოთ ინტეგრაცია. სამწუხაროდ არის მზარდი სტატისტიკა, გამოწვევები არის, სირთულეებიც ახლავს თან, რა თქმა უნდა, მაგრამ შრომის პროცესში, როდესაც ჩართულია სპეციალისტი, ჩართულია მშობელი, დღის ცენტრი, სკოლა, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება და ბავშვიც იღებს იმ მომსახურეობას, რა მომსახურებას სჭირდება ამ ეტაპისთვის, შედეგები უკვე მიღწევადია. აქვთ ქცევის დარღვევა, ჭირდება ქცევის მართვა
აქციების მართვის სხვადასხვა სტრატეგიების შემუშავება, მშობელთან ურთიერთობა, დედმამიშვილებთან ურთიერთობა და ზოგადად საზოგადოებაში ურთიერთობის პრობლემები არის. ბავშვები იყვნენ, ვისაც მეტყველების სირთულეც ჰქონდა, იყო ქცევა მოსაწესრიგებელი, ანუ იმდენად ისეთი პროცესები ჰქონდა, რომ მაგიდასთან ბავშვის დაждომაც სირთულე იყო და ახლა უკვე მაგიდასთან ვზივართ, აქტივობებსაც ვასრულებთ, დავალებებსაც და შესაბამისად ჩართული ვართ საგაკვეთილო პროცესში. აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლია მშობელს, რომ მიმართოს ნეიროგანვითარების ცენტრს, ჩაატაროს შეფასება, ანუ კვლევა ჩატარდეს, ამ კვლევის საფუძველზე უკვე როდესაც ბავშვი შეფასებულია და მიმართულება აქვს, რაც შესაძლებლობა აქვს მშობელს და თავარია мотиваცია გქონდეს, რომ არ დავნებდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს მდგომარეობა არის და არა დიაგნოზი, რომ მაქსიმალურად სპეციალისტების ჩართულობით, მშობლის ჩართულობით, რეაბილიტაციის პროგრამით ერთობლივი ჯაჭვით შეგვიძლია რომ შედეგები დავდოთ. ანუ მართვადია. გააჩნია ხარ ამ მდგომარეობა არის და ზოგადად მართვადია. შესაძლებელია ანუ მუშაობის პროცესში ახლა ჩვენ რასაც შევხები-ვართ და იყვნენ ბავშვები რთულიც, ძირთადად ყველა რთული ბავშვია. კვებითი პრობლემაც ჰქონდა, სენსორული პრობლემა, თავისთავად ანუ ახლავს აუტიზმს, თან ახლავს და სტრატეგიები მე უკვე რაც არსებობს, რომ უნდა გვჭირდება განრიგი, დღის რუტინა, რა უნდა ვიცოდეთ, რომ როდის რას ვაკეთებთ, წინ და წინ მომზადებულები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რა გველოდება და რა არის შემდეგ უნდა გქონდეს. უყვართ ერთი და იგივე გზით სიარული, სტერეოტიპული ქცევები აქვთ. ადრეულ ეტაპზე არსებობის პერიოდში ეს ყველაფერი არ ჩანს. ვლინდება 3 თვიდან 36 თვემდე. და შეიძლება კიდევ მერეც და 3 წლამდე, როდესაც უკვე სადიაგნოსტიკოდ შეიძლება, როცა ბავშვს არ აქვს თვალით კონტაქტი, არ რეაგირებს სახელზე, არ მეტყველებს, აქვს შეფერხებული რაღაც დარღვევების ფონზე, შეიძლება უკვე რომ ნიშანი იყოს, რომ მიმართოს სპეციალისტთან შეფასება გაკეთოს. როგორც ასეთი, რომ რის განმოდის, არ ვიცით. მეცნიერები იკვლევენ დღემდე და ამბობენ, რომ არის თავის ტვინის ნეირობიოლოგიური დარღვევა. გუნდურობა, კომუნიკაცია, ურთიერთობა, გარემო, თვითონ ადამიანები, ბავშვებთან ურთიერთობა, ეს ყველაფერი ერთად ქმნის ერთ დიდ ოჯახს. და იმედის მომცემია ალბათ ჩვენთვისაც და მშობლების თვალითაც დანახული აქაურო. მე 7 წელი უკვე რაც ორიონში ვარ, ბევრს სწავლობ, დღითი დღე ვითარდები, მეხმარება როგორც ორგანიზაცია, ასევე ბავშვების გამოწვევები, რაც ყოველდღიურად პრაქტიკაში გვხვდება, ბევრს ვსწავლობთ ერთად ვიზრდებით. შედეგი მიღწევადია, დიდი ძალისხმევა ჭირდება, შრომა, პასუხისმგებლობა, რომ რაღაცა მიზანი რო გვაქვს დასახული, რომ ეს მიზანი რეალობად ვაქციოთ, მშობლის მოლოდინი გავამართლოთ, ხელი შეუწყოთ თვითონ ბავშვის განვითარებას, რო ხედავთ ბავშვისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯს, თუნდაც მცირედი პატარა დოზით, ეს მშობლისთვისაც დიდი ბედნიერება არის, ჩვენთვისაც მამოტივირებელი ფაქტორია, რომ უფრო მეტ ბრძოლის უნარიანს ხვდის, რომ კიდე თითო აგურის მშენებლობით ბოლოს მაქსიმალურ შედეგამდე მივიდეთ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჩვენი ქვეყნის არქეოლოგიური საგანძურის სამყოფელია. აქ თავმოყრილია ქვის ხანა, ბრინჯაოს ეპოქა და ანტიკური სამყაროს ბრწყინვალება. ექსპოზიციაზე ნახავთ უნიკალურ ნიმუშებს, დაწყებული 1.8 მილიონ წლის წინანდელი ეპოქიდან თრიალეთის კულტურისა და ოქრომრავალი კოლხეთის ჩათვლით. მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან ინსტიტუციებთან და ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. მუდმივად მასპინძლობს საერთაშორისო დამთვალიერებელს და ქართულ კულტურასა და ისტორიას აცნობს მსოფლიოს.